კიდე ერთი მნიშვნელოვანი სიტყვა ლაშა მიყვარხარ. აი ეს სიტყვა რამდენად რა ძვირფასია ხო? ხშირია ურთიერთობაში შვილებთან. ფაქტიურად შემიძლია ტელეფონი გაჩვენა, რომ ყველაფერი ეგრე მთავრდება. მიყვარხარ რომ მივწერ, ჩემი ტერმინი აქვს, მე უფრო ესე მწერ. იმიტომ რომ ის თუ მომწერს, მე ვასწრები. ხო, მე უფრო და ეს აიღო აშკარად რო ვიყურებდა მე და დედიკოს. როგორც ვლაპარაკობთ წვილი შეყვარებულები ის გადადის შვილზე, ეყურებენ დედმამას და მიყვარხარ მე უფრო კოცნიან ერთმანეთს. და აი დაკაიყოფილა ცხოვრება, ესე მიყვარხარ მე. მე არა რო იყოს თეატრი რო გავაკეთოთ ხალხებს. ხო, ხოხტები საწავალთ რა. ხო, ეს მიყვარხარ გონია რომ პასუხი ახლავს მე უფრო. გეხოცები ერთი რაღაც შენთვისაც არ მომიყოლია რადო. უფროსი ვარი 14 წლის არის და ეს ბოლო პერიოდი შევჭამა რომ მუშაობის დაწყება მინდაო. და არ მინდა ჯერ მინდა რომ სწავლას მიხედოს, მაგრამ ნუ უნდა. შევთანხმდი რაღაცას ვიზამთ მეთქი და მარიკას გამომხილა რატო უნდა იცი? მიშოვლს უმაგარ საჩუქრებს ჩუქნისო. და მეც მინდა რომ რამე საჩუქრის ფული მქონდასო და აი მოვუკვდი კინაღამ რა. რა მაგარია. ჩემი შვილი ხო და ეს არ აყურებინო, იმიტომ რომ მარიკას რო გამომხილა და შენთვის არ უთქო, საიდუმლო იყო და ხო. ბიჭო აი ძალიან იმოქმედა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ მაგალითი ძალიან მაგალითი. ეგ არის ალბათ თავარი. კი, მაგალითები ალბათ ის რითაც უნდა გაიზარდო შვილი და ახლა ლაშამ რას თქვა რომ ოჯახში რომ მიყვარხარ ესმის, ბოდიში ესმის, მადლობა ესმის. გამოვა ესეთი გარეთ კი და ჩაატარებს მაგას.